მოგესალმებით, დღეს 8 თებერვალია და პირდაპირ ეთერში დაბრუნა კვლავ თქვენი დრო თაკოტო გონჯისთან და დათო კაცარავასთან ერთად. მოგესალმებით დავით, გილოცავ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა. დავითობას. ყველას ულოცავ ამ არაჩვეულებრივ დღეს. როგორ გრძნობ დავით თავს? როგორც ჭეშმარიტი დავით. ძალიან კარგი. თუმცა ჩვენი თემა დღეს დავითობა არის ძალიან პრობლემური, რასაც ვისაუბრებთ და სამწუხაროა რომ დღეს გვიწევს ამაზე საუბარი და რაღაც მონაცემებსაც გავიცანი და საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობა არის. 221 სექსუალური დანაშაული, ხო? არასრულწლოვანი. 2016 წელს 16 წლამდე მიუღწევა პირთან სექსუალური ხასიათის დანაშაული 221. ეს არის უზენაესი სასამართლოს ინფორმაცია და ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ კაცრი პროტესტი გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მანდატურის და არასრულწლოვნის სექსუალურ კავშირს. მანდატური გათავისუფლდა სამსახურიდან, როგორც ამბობენ, შესაძლოა ის დაოჯახდეს გოგონასთან ერთად ოჯახით შექმნას, თუმცა მე ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ გოგოს უფლებები დაუცველია და ეს არ არის გამოსავალი და თემა ამით არ არის გადაწყვეტილი და პრობლემა არ არის მოგვარებული. ჩვენ სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. მოგესალმებით, ჩვენი სტუმრები არიან სახალხო დამცველის მოადგილე ეკას ხილაძე, გამარჯობა, ქალთა საკონსულტაციო ცენტრის სახლის დირექტორი რუსუდან ფხაკაძე და ორგანიზაცია ევროპელი ქალების საერთო მომავლისთვის წარმომადგენელი იდა ბახტურიძე. ასევე ორგანიზაცია პარტნიორობა ბავშვებისთვის წარმომადგენელი ანდრო დადიანი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში მე მაინტერესებს ეკამ, შესაძლებელია ეს ისტორია ოჯახის შექმნითაც დასრულდეს, თუმცა თქვენ როგორ შეაფასებთ, ეს არის პრობლემის მოგვარების გზა? მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით და მოგვიწვიეთ. ეს არის საქართველოს პრობლემა, რაც უკავშირდება, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებებს და ამ თემაზე საზოგადოების დამოკიდებულებას და მიდგომებს, ხომ? რეალურად ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საზოგადოება ფიქრობს, რომ დანაშაულის შემთხვევაშიც კი ერთადერთი გამოსავალი არის ეგრეთ წოდებული ოჯახის შექმნა. ამ შემთხვევაშიც ამ ფაქტთან გვაქვს საქმე, როდესაც საზოგადოება ვერაცნობიერებს პრობლემის სარს, არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ხშირად შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებიც კი ვერ ხვდებიან თუ რა ზიანის მომტანია ეს არასრულწლოვნისთვის და რაც მთავარია, ოჯახი აქტიურად არის ხოლმე ჩართული ამ პროცესებში. ჩვენ არაერთი შემთხვევა შევისწავლეთ, როდესაც არასრულწლოვანთა ქორწინების, ასე ვთქვათ, ინიციატორი იყო თავად მშობელი. მას ჰქონდა ან გარიგების სახე, ან და ისინი ფიქრობდნენ, რომ ამით არასრულწლოვნის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, მათ შორის ისინი ვერ ხედავდნენ ამ არასრულწლოვანი გოგონას სამომავლო პერსპექტივებს. მაგალითისთვის რომ გითხრათ 2015 წელს 1300-ზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა დარეგისტრირდა, რომელმაც გააჩინა ბავშვი. მშობიარობის მომენტში არასრულწლოვანი დედა იყო 1300-ზე მეტი და ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რაც პრობლემა არსებობს ჩვენთან და ესეც თვალსაჩინო. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ თხოვეთ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღოთ გადაცემაში, თუმცა თანამშრომლობა ვერ შედგა. სამწუხაროა, რომ ისინი დღეს არ არიან ჩვენი სტუმრები. როგორ ფიქრობთ, ეს გზა, იმ დაოჯახება არის ალბათ სავარაუდოდ მშობლების გადაწყვეტილებაც, თუმცა რა უნდა მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ბავშვის უფლებები იყოს დაცული? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ანუ ეს, რაც პრინციპში ეკამაც აღნიშნა, არის გავრცელებული პრაქტიკა საქართველოში, ანუ ადრეული გაქორწინება გოგონების, ეს არის ტრადიცია, რომელსაც არ ქვია სახელი. ეს ხდებოდა მანამდეც, ამ დანაშაულამდეც და ხდება სამწუხაროდ ახლაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც გამოსავალი არის ხოლმე ოჯახის დარქმევა თუ ქორწინება იმ დანაშაულზე, რაც ხდება. ჩვენ სულ ვამბობდით ხოლმე, რომ ეს არის პედოფილია, რაც ხდება საქართველოში. ყოველდღიურად ეს არის არაოფიციალური სტატისტიკა, რომ 12 არასრულწლოვანს ათხოვებენ საქართველოში და ყოველ დღე 4 არასრულწლოვანი ხდება დედა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა ოფიციალური, მაგრამ ფაქტები ხდებოდა მანამდეც. ეს გახმაურდა იმიტომ, რომ მოხდა სკოლაში და მოხდა მანდატურის მხრიდან ეს ზალადობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომლის შესახებაც ფაქტო საზოგადოებამ არ იცის, ან ძალიან კარგად იცის და ამას ქვია ქორწინება, კიდევ ვიმეორებ. ამიტომ ის გამოსავალი, რასაც პრინციპში განათლების სამინისტრო გვთავაზობს, რომ სამსახურიდან დაითხოვა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ
არც სამსახურიდან დათხოვნა და არც ოჯახის შექმნა არ არის რეაგირება და ადეკვატური რეაქცია არც საზოგადოების და არც ოფიციალური სახელმწიფოს იძიებს საქმეს ხო ეს საქმე ძიებაშია და მე იმედი მაქვს რომ პროცესი წავა ისე როგორც უნდა წავიდეს და როგორც კანონი ავალდებულებს სახელმწიფოს მოიქცეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე აშკარა დანაშაული და მე ველი რომ ეს ოჯახი კი არ შეიქმნება ამ ყველაფრის შედეგად დამნაშავე დაისჭება და ფაქტია რომ ეს არის დანაშაული რატომ ფაქტი სახეზეა და ჩვენ აშკარად ხედავთ რომ პრობლემა არსებობს რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს აღმოფხვრაზე მე მგონი ცოტა ნაადრევია საუბარი იმიტომ რომ ამას ძალიან ღრმა ფესვები აქვს როგორც ჩვენ ამას ხედავთ ნაადრევი არასდროს არ არის ამაზე საუბარი ყველა უნდა ვცდილობდეთ ამის აღმოფხვრას დავიწყოთ აქედან რა შეიძლება გაკეთდეს პირველ ყოვლისა სამაგალითოდ შეიძლება დაისაჯოს დამნაშავე გაქვთ ამის მოლოდინი ესეთი კონკრეტულად რას ითვალისწინებს კანონმდებლობა კანონმდებლობა ითვალისწინებს ციხეს ამისთვის რომ ადამიანი რომელმაც არამხოლოდ არასრულწლოვანთან დაამყარა კავშირი არამედ თანამდებობა გამოიყენა ძალიან ბოროტად ხო ის რაგინ გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს რომ ოჯახის შექმნას და რაგინ ჰარმონიისკენ არ უნდა ისწრაფოდეს ამის შემდეგ ის არის დამნაშავე მან გააუპატიურა ეს ბავშვი დავიწყოთ აქედან და ყველა უწყება ესე უნდა მიუდგეს ამ საქმეს თუ მოხდება დადგება პრეცედენტი იმისა რომ ასეთი დანაშაული ძალიან ცუდ შედეგებს ნიშნავს დამნაშავისთვის მენტალობის ცვლილება ამის შემდეგ დაიწყება ვიღაცამ წაუყრუა მშობელმა გაამართლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია მე მეორე კუთხიდანაც მინდა მივუდგე მშობლის პოზიციაც კი არის დანაშაული მე ამ მშობლის უფლებებს მის ვალდებულებას ეჭვის ქვეშ ვაყენებ ის არ ასრულებს სათანადოდ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და მე დავაყენებდი საკითხს იმაზე რომ ამ მშობელსაც ჩამოერთვას ის უფლებები ამ ბავშვთან მიმართებაში ის არ იცავს ამ ბავშვის ინტერესს ჩვენ ნახეთ მედიაში როგორი პოზიცია იყო ჩავაბარე შვილი და აწით რაღაცა იქნება ესე იგი ყველაფერი მისაღებია რაც მოხდა ყველაფერი მისაღებია ეს არის ცდელობა იმისა რომ დანაშაული დაიფაროს და ბატონმა დავითმა მკითხა მაქვს თუ არა მოლოდინი ამის სამწუხაროდ არა მაქვს სურვილი მაქვს ერთადერთი ვიღაცისგან შეიძლება მქონდეს მოლოდინი რამოდენიმე პოლიტიკოსისგან მაგრამ უწყებაზე როდესაც მიდგება საქმე ჩვენ ხედავთ რომ არ კეთდება საკმარისი აქ თვითონ განათლების სამინისტრო უნდა იყოს პროკურატორის როლში რამხელა ჭრდილი მიადგა იმ სამსახურს რომელსაც აბარია ამ ბავშვების დაცვა სკოლის წიაღში და ჩვენ გვესმის რა რომ გავათავისუფლოთ სამსახურს გაათავისუფლეთ სამსახურიდან კი არა პირველი პროკურორი ამ ადამიანის წინააღმდეგ უნდა იყოს თუ გინდა რომ შეინარჩუნო შენი სახე და თუ გინდა რომ შეინარჩუნო ადამიანების ნდობა რომლებიც ამდენს თავისი შვილები შენს უწყებას განათლების სამინისტროს რა შეეძლო რომ გაეკეთებინა განათლების სამინისტრო გაცილებით უფრო ხმამაღლა უნდა ლაპარაკობდეს იმაზე თუ რა სახის დანაშაული უნდა იყოს ეს განათლების სამინისტრო თავის თავში უნდა იხედებოდეს და რაღაც ქმედით ნაბიჯებს გავდეს იმისთვის რომ მანდატურმა ჯერჯერობით მანდატურად არ მუშაობდეს ისეთი ადამიანები რომელსაც ოდნავ მაინც წარმოუდგენია მსგავსი რამის გამართლება დაწუნებული ვარ ეხლა რომ გადახედოთ შეიძლება რამოდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევით სამართალდამცავ ორგანოებში 70%-ზე მეც მიაჩნია რომ ბავშვზე ძალადობა გამართლებულია რაღაც მომენტებში რომ მათი დისციპლინირების კუთხით აი ესეთი ხალხი არ უნდა მუშაობდეს ისეთ უწყებაში, ესეთი ღირებულებების მქონე, რომელსაც უნდა დაიცვას გინდა ბავშვი და გინდა ნებისმიერი მოქალაქე. ქალწულოსთან თქვენ როგორ ფიქრობთ, ოჯახის შექმნა მოხდება და ამით დანაშაულის დაფარვა კონკრეტულ შემთხვევაში? გილოცავთ დავითობას, მე თავს არ დაცემული ვარ, რაღაც ფიქრებსაც კი ვერ უყრი თავს. ძალიან ბევრი ფიქრი და შეკითხვა მებადება მე თვითონ.
ჯერ ერთი მართლაც გამშობლების და აი როგორ არ აპროტესტებენ იქ სადაც ეს ხდება რომ გავანებოთ თავის სამართალდამცავებს პროკურატურას და ვინც დასჯის ფუნქციას ემსახურება აი თვითონ ადამიანებში როგორი ნეიტრალური დამოკიდებულებაც კი არსებობს ამის მიმართ იმიტომ რომ თავის დროზე ისინიც ესე გათხოვდნენ ისინიც ესე დაყაბულდნენ და რაღაც გონიათ რომ მე თუ ესე შემემთხვა რა მოხდა მერე რომ შენც ესე შეგემთხვეს და აი ყველაზე დიდი ფარული წინააღმდეგობა და აი თქვენ როგორც ბრძანეთ აღმოსაფხრელად მე ვფიქრობ აი ამ მენტალობას უნდა მიხედვა რომ ის რაც მე შემემთხვა ცუდი რომ შემემთხვა ეს არ უნდა სხვამაც არ უნდა გაიმეოროს და აი ჩემში კარგად უნდა დავარქვა სახელი რომ ეს ცუდი რატომ არის ცუდი რომ აი ამ ძალადობის ქვეშ მე ცხოვრებას როცა ვიწყებ მე თვითონ ვარ ძალადობის მატარებელი და ამის გამო არის რომ ჩემს მიერ შექმნილი ბავშვები იქნება ახლობლები და ასე შემდეგ მე თვითონ ვარ რაღაცა პროცენტით მათ მიმართ მოძალადე და ამიტომ არის რომ მე ვერ ვხედავ ამ ძალადობრივ ჩემს წინ დაშვებულ ფაქტებს იმიტომ რომ მე თავადა ვარ მოძალადე აი ფსიქოლოგიურად მე ვფიქრობ აი ეს ძალიან ისეთი საკითხია რომელიც ჭრილშია და მისახედია და დღესდღეობით ჩვენ მხოლოდ სამართალდამცავებს ვაძლევთ ხელში ყველაფერს ასე ვთქვათ და ეს საკითხებია გნებავთ ბავშვების მიმართ ძალადობა გნებავთ ოჯახში ძალადობა რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვებრძვით რომ ეს არის სხვადასხვა კულტუროლოგიური საკითხები და ამას სულ სხვა მიხედვა უნდა ვიდრე როგორც დგას დღეს ეს რა ხდება დღეს საზოგადოებაში ვისაც რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ანუ რამდენად დამაკმაყოფილებელია ის აქტივობები ის ქმედებები რასაც ახორციელებენ ძირითადად ალბათ ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები და ძალიან მაინტერესებს ტენდენცია ეს ჩვენ ვიცით ეს რიცხვი ოფიციალური 221 ადამიანი დაისაჯა 2016 წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მაგრამ ეს არის რაღაც კონკრეტული მოცემულობა 221 ადამიანი ეს ზრდადი რიცხვია ეს იზრდება ცილდება იცით სტატისტიკა როგორც წესი ზუსტი არასოდეს არ აგვაქვს და ვერ მივაღწიეთ ამ ქვეყანაში რომ რაღაცნაირად ერთმოვლენის შესახებ მაინც ამომწურავი სტატისტიკა იყოს აღარ არის ლაპარაკი ფორმებზე და დამნაშავის მდგომარეობაზე და ვინაობაზე და ასე შემდეგ რაობაზე იგივეს ვიტყვი რომ საზოგადოებას ფსიქოსოციალურად გამოფიტულია იმისათვის რომ ყოველ წუთას მისთვისაც ძალადობრივი ქმედებები ძალადობრივი ურთიერთობები რაღაცნაირად მისაღებია და ეს ფაქტი 221 უბრალოდ ისე ჟღერს არავინ არ იცის ეს რომ 221 ხა ეს გადაცემა სხვა გადაცემაც იყო აი რამდენად მოიცავს ეს საზოგადოების პროტესტი როგორი შეიძლება იყოს რატომ უნდა იყოს აი ეს სამეცნიერო ხასიათის გადაცემებიც უფრო მეტად გაუხსნის გზას რომ რაღაცა უნდა დავგმოთ მაგრამ რატომ უნდა დავგმოთ ესეც კარგი იქნება რომ გაპიარებული იყოს ასე ჩვენ ამ თემას ბევრჯერ დაუთრეთ საეთერო დრო მუდმივად ვცდილობთ ხოლმე და მე მგონი სხვა მედია საშუალებების თუმცა როგორც ჩანს მხოლოდ მედიის ძალისხმევა არ არის საკმარისი და უნდა მოხდეს სხვადასხვა მულტიდისციპლინარული მიდგომა არის საჭირო რომ სოციოლოგები ფსიქოლოგები სამართალდამცავები იურისტები მასწავლებლები აუცილებლად მასწავლებლებში ძალიან დიდი პოტენცია და ძალიან სათვალად გასარკვევი ტენდენციებია იქაც და მე მინდა ასევე შევეხო ნაადრევ ქორწინებას სხვადასხვა მიზეზით ერთ-ერთი მიზეზით ხოლმე არის ის რომ სექსუალური კავშირის დამყარების სურვილი თუმცა მას შემდეგ რაც 16-დან 18 წლამდე ქორწინების ნებართვას მხოლოდ სასამართლო გასცემს თუ შეიცვალა ნაადრევი ქორწინების რიცხვი
თუ გაქვთ ინფორმაცია. ძალიან რთულია ვისაუბროთ ამ ცვლილების შედეგებზე, იმიტომ რომ ერთი რომ ძალიან მცირე დრო გავიდა და მეორე ეს ცვლილება ეხებოდა რეგისტრაციას და მოგეხსენებათ რომ საქართველოში ზრდასრული წყვილებიც კი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობენ, ანუ ეს არის ქორწინების რეგისტრაცია არ არის პოპულარული თემა საზოგადოებისთვის, მაგრამ ამან გარკვეული პრევენციული ეფექტი იქონია საზოგადოებაზე. ჩვენ როდესაც რეგიონებში ჩავდივართ და ვაკეთებთ გარკვეულ შეხვედრებს, მათ უკვე იციან რომ კანონში რაღაც შეიცვალა. შეიძლება მათ ზუსტად არ იცოდნენ რომ ეს უბრალოდ პროცედურულად ქორწინების რეგისტრაციას ეხება, მაგრამ მაგალითად მოსახლეობას გონია რომ თუნდაც სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი ახალია და რომ ამის გამო ადამიანები ისჯებიან, არა და ეს მუხლი არსებობდა წლების განმავლობაში. და ბატონმა ანდრომ თქვა და ნამდვილად ესეა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება არის შემდგომი შემთხვევების პრევენციის საშუალება. რას ხედავს დღეს საზოგადოება? საზოგადოება ხედავს იმას, რომ შენ თუ ძალადობას დაარქმევ ოჯახს და ასეთ სახელდებას გაუკეთებ, შენ არ დაისჯები. ან დაისჯები მცირე სანქციით, როგორც შეიძლება იყოს რაც თანხის გადახდა კონკრეტულად, ხო? აი, ცოტა ისეთი მაგალითია, მაგრამ ჩვენ ქვემო ქართლში შეხვედრისას ესეთი რამე გვითხრეს, რომ მე თუ მაქვს ფული, მე მირჩევნია რომ მყავდეს 13 წლის გოგონა ბრძლად ან ცოლად და გადავიხადო ეს ფული ამისთვის. ჩვენ არ გქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც თუნდაც გამოძიების ან სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგი იყო რაიმე ტიპის ესეთი განსაკუთრებული ღონისძიება და რამაც თქვა სამაგალითო დაჩვენა ის, რომ ასეთ ფაქტებზე სახელმწიფო არ არის ტოლერანტული და შემწყნარებელი. ჩვენ პირიქით ხვდებით, რომ ძალადობას თუ დაარქმევ ოჯახს, ერთი რომ შენ სასჯელს ვერ მიიღებ, სრულყოფილად რაც ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს გაწერილი და მეორე ის რომ საზოგადოება ამ ძალადობას იტყვის რომ ეს ასე ჯობია ბავშვისთვის, ასე ჯობია ყველასთვის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მოგწონს ასეთ პოზიციაში ყოფნა, როდესაც არ ვსაუბრობთ ცხოვრების პრობლემებზე. ეს არის ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა თუნდაც ამ შემთხვევას რა შევხედოთ, არის ის რესურსები, რასაც სახელმწიფო ბავშვის მიმართ ძალადობის სფეროში დებს და ეს არის ძალიან მცირე. კრიტიკულად მცირეა ის რესურსი, რასაც სახელმწიფო ამ პრობლემის აღმოსაყრელად იღებს. და ჩვენ შეგვიძლია ეს ვისაუბროთ სოციალური მუშაკების რაოდენობის, მათი ასე ვთქვათ, მათთვის არსებული პრობლემების ფონზე და თუნდაც იმის ფონზე, რომ მაგალითად იმ რეგიონში, სადაც ერთი შემთხვევა მოხდა, მხოლოდ ერთი ფსიქოლოგია, ისიც ძალიან დაშორებული, ასე ვთქვათ, მდებარეობით, არ ვასახელებ რეგიონს, მაგრამ ესეა, თბილისშიც ესეა და ყველგან ესეა. ანუ ფაქტიურად ჩვენ თუ მხოლოდ საზოგადოებას მოვთხოვთ გარკვეულ ღონისძიებას, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს თავის მორალური პასუხისმგებლობა ამ ასეთი ტიპის ქმედებებზე და ერთად უნდა ავიმაღლოთ ხმა, მაგრამ საზოგადოებას ვინმე ხომ უნდა აჩვენოს, როგორ უნდა მოხდეს, ან რატოა ეს პრობლემა, ან როგორია ეს პრობლემა. და ამიტომ ჩვენი მთავარი კრიტიკა მაინც არის სახელმწიფოსკენ და მაინც არის იქითკენ, რომ უფრო მეტი რესურსი უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს ციფრი 221 შესაძლოა 221-ზე ბევრად მეტია. ისე როგორც ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. კი, ანუ წარმოვიდგინეთ, ქალთა მიმართ ძალადობა იმალება, ჩვენ ვსაუბრობთ სრულწლოვანი ადამიანის მიმართ ძალადობაზე და ხა წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც არანაირი ცდომა შეიძლება არ ჰქონდეს არც ინფორმაციასთან და არც სერვისებით. და მაინტერესებს არასრულწლოვანებში ქორწინებასთან დაკავშირებით. სასამართლო იღებს ამ გადაწყვეტილებას, თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული ეფექტიც აქვს, თუმცა ხშირია არარეგისტრირებული ქორწინებები. როგორ უნდა წავიდეს ამის წინააღმდეგ სახელმწიფო, რა უნდა გააკეთოს? აი თქვენ პირველ რიგში ამ სტატისტიკაზე მინდოდა მეც გამეკეთებინა კომენტარი ის, რომ დაუშვათ გაორმაგებულია ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით. ეს ხადი არის კარგი ტენდენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როდესაც თქვენ იკითხეთ, რომ რას აკეთებენ და თუ არის საკმარის ძალისხმევა არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების, უფლებადამცველების, საზოგადოების, თუ კი გაზრდილია ეს რიცხვი, ძალიან დიდწილად დამსახურებულია დამსახურება იმ ადამიანების, ვინც ამას მუდმივად აპროტესტებდნენ, იმიტომ რომ გასულ წლებში ეს ციფრები იყო ნული პრაქტიკულად, მაგრამ არის თუ არა რეალობა, რა თქმა უნდა არ არის რეალობა და გაცილებით მეტია ის დანაშაული, რაც ამ ციფრებში აისახება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, როდესაც ყოველდღიურად 12 გოგონა თხოვდება, თუ არ ვიცი, ქორწინდება, ეს ნიშნავს იმას, რომ 12-ვე შემთხვევა არის დანაშაული, ხო? სავარაუდოდ დანაშაული, იმიტომ რომ არასრულწლოვანია და შესაბამისად ალბათ სავარაუდოდ დიდწილად ხოლმე მათი ქმრები თუ პარტნიორები არიან ხოლმე სრულწლოვანი. მაგრამ
ან ტენდენციაზე მინდოდა მეთქვა, რომ ეს ზრდა ნიშნავს იმას, რომ მეტნაკლებად ეთყობა ერქმევა თანდათან ამას სახელი და თუ კი სახელი არ ერქმევა. მოვლენას პრობლემის მოგვარება არ იწყება. ანუ ამას უნდა დაერქვას, რომ ეს არ არის ქორწინება, ეს არის დანაშაული და ამის შემდგომ იწყება რეაგირება და ამის შემდგომ იწყება პრობლემის მოგვარება. რაც შეეხება თქვენს კითხვას ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვაჩნია არანაირი სტატისტიკა, ვერაფერს ვერ ვადარებთ ერთმანეთს, სამართალდამცავი ორგანოები არ აკეთებენ ანალიზს, რა შემთხვევებია ეს, რა რეგიონებია, სადაც განსაკუთრებით ხდება, რა წრეებში ხდება ეს ფაქტები. ანუ ანალიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პრევენცია და სამოქმედო გეგმა გაწერო იმის მიხედვით, ხომ ჩვენ რაღაცას ვსაუბრობთ, ვიწყებთ მუშაობას, საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს პრობლემის არსზე და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. კიდევ ეკამაც აღნიშნა, რომ ისიც არ ვიცით ზუსტად რა რიცხვი გვაქვს ქორწინების საქართველოში. ოფიციალური სტატისტიკა საერთოდ არ არის ახლოს სინამდვილესთან, იმიტომ რომ როგორც წესი ესენი რეგისტრირებული ქორწინებები არ არის. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ და გავიმეორებ აქ, რომ მხოლოდ დამნაშავე ამ სიტუაციაში ის კონკრეტული ადამიანი არ არის და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლას და პასუხისმგებლობა ეკისრება მშობლებს. ამ შემთხვევაში თუ კი ჩვენ რეგულაციურად და კანონმდებლობით ამ პასუხისმგებლობებს აუცილებლად ასევე სიმკაცრით გადავანაწილებთ სკოლაზეც და მშობლებზეც, გაცილებით ეფექტური იქნება შედეგები, იმიტომ რომ დღეს სკოლა პრაქტიკულად ყველა შემთხვევა თითქმის იცის ხოლმე ქორწინებას, გულისხმობ ადრეულ ქორწინებას. მათ შორის ერთადაც ზეიმობენ ამ ქორწილში დაპატიჟებულია ყველა დირექტორი, სასწავლო ნაწილი, დამრიგებელი არის მოუხენა და დიდი ამბები, მაგრამ ეს არ ითვლება არანაირ პასუხისმგებლობად სკოლის, რომ პრინციპში მონაწილეობს იმ დანაშაულში, რა დანაშაულით მათ თვალწინ ხდებოდა. და იგეგმებოდა, რაც მთავარია და არის შემთხვევები, როცა კარგად იციან, რომ დანიშნულია გოგო და მათ არანაირი ვალდებულებები პრაქტიკულად არ გააჩნიათ. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო მათგან არაფერს არ ითხოვს, რომ ეს დროულად იქნეს შეტყობინებული რომელიმე უწყების. რა უნდა გააკეთოს სკოლამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, როდესაც შეიტყობს რომ არასრულწლოვანი გოგო დანიშნულია თხოვებაში თქვენი აზრით. ხო, ეს რეფერირების სისტემაც არ არსებობს და ეს არის პრობლემა. მხოლოდ სკოლავე ერთი სკოლა. რეფერირების ბავშვთა დაცვის რეფერალური სისტემა არსებობს, ესეთი საკანონმდებლო აქტია, რომელიც ვალდებულებას აკისრებს სკოლას, რომ თუ შეამჩნია ბავშვს, რომ მასზე ძალადობენ და შევთანხმდით იმაზე, რომ არასრულწლოვანის ქორწინება, არასრულწლოვანთან კავშირი, თქვათ, სექსუალური ხასიათის, ეს არის დანაშაული, ხო? ფაქტია, რომ თუ სკოლამ ამის შესახებ იცის და მან იცის, რომ ეს წარმოადგენს დანაშაულს, მას აქვს ვალდებულება, რომ შეატყობინოს ყველას. ეს არის პირველ ყოვლისა სოციალური სამსახური, რომელსაც ყავს სოციალური მუშაკები, რომელიც ერთვება ამ საქმეში, უნდა დაიწყოს საქმე წარმოება, ჩართოს ამაში პოლიცია, ბატონო ჩემო, ჩართოს ამაში ფსიქოლოგი თუ არის, თუ არის. არა, მედიცინის შემთხვევაში ვალდებულება აქვს. და ეხლა ის ფსიქოლოგი რას შეძლებს მასთან მეორე საკითხია. და ვეთანხმები ეკას იმაში, რომ ძალიან ცოტანი არიან ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ძალიან ცოტა რესურსი აქვს, რომ საქმე კარგად აკეთონ. მიუხედავად ამისა, ვალდებულება სკოლისთვის არსებობს, ბატონო და თქვენ კითხვაზე პასუხი, ეს რეფერალური სისტემა აკისრებს ყველას, ვისაც ბავშვთან შეხება აქვს, რომ თუ მან შეამჩნია, რომ რაღაცა ძალადობას აქვს ადგილი, შეატყობინოს ყველას. მაგრამ პრობლემა რა არის, იცით, ანდრო, რომ სამწუხაროდ ჩვენ ხომ უნდა მე მგონია, რომ აქ ცოტა რაღაც ცვლილებები არის შესატანი ამ რეფერირების სისტემაში იმ მხრივ, რომ და სახელმწიფოს მიდგომაში, იმიტომ რომ ჩვენ თუ დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ამას ჯერ კიდევ არ ქვია სახელი, მაინც არ არის აღიარებული როგორც სახელი და ეს ძალადობის ქვეშ არ იგულისხმება ყოველთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე სახელდება იმისთვის, რომ პრობლემას, ანუ კანონის და იგივე რეფერალურ სისტემაში ამას ქვია ძალადობა.
დიდი ხანია კანონში ამას ძალადობა ქვია. და პროფესიონალების თავში და აი გულში არ ქვია ამას ძალადობა. ჩვენი შეთავაზება იყო სხვათა შორის სადროულ ქორწინებაზე მათ შორის აქტივისტებმა დავიწყეთ გასულ წელს ამაზე საუბარი და იყო დიდი აქციები ამასთან დაკავშირებით, რომ ცალკე რეფერალური სისტემა შექმნილიყო და ცალკე სისტემა შემუშავებულიყო, როგორ იქცევა და გაწერილიყო ნაბიჯ ის ქმედებები, რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმ შემთხვევაში თუ კი შეიტყო ამ დანაშაულის შესახებ და ვინ არიან ის უწყებები, რომლებიც ეხმარებიან სკოლას მოაგვაროს ეს პრობლემა. ეს ადრეული ქორწინების შემთხვევაში, რადგან დღის წესრიგში აშკარად ძალიან მწვავე პრობლემაა, ეს ცალკე უნდა გაიწეროს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს როგორც ჩანს ასეთი ცხადი არ არის, როდესაც რაღაც პაკეტში მოიაზრება. ამიტომ მგონია რომ ამაზე დისკუსიების დაწყება ღირს, რამდენად ეფექტურია ის რეფერირების სისტემა, რაც გვაქვს დღეს და რამდენად ნათელია ის რა პასუხისმგებლობები აქვს სკოლას და რა თქმა უნდა ეს არის კიდევ განათლების სამინისტროს გასაკეთებელი, რომ სკოლებს შეატყობინოს ის ვალდებულებები, რაც მათ აქვთ. და სანამ საერთო რეკლამის დრო იქნება ჩვენს ეთერში ქალბატონ რუსუდან მე მინდა გკითხოთ თქვენ ჩვენ აღვნიშნეთ მონაცემები რომელიც ეხებოდა სექსუალურ ძალადობას 261 თუ არ ვცდები დანაშაული იყო და აქედან უმრავლესობა იყო ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ვიცით იგივე რომ თუნდაც ბავშვმა საჯაროდ განაცხადოს ამის შესახებ. აი მსგავს შემთხვევაში ვინ უნდა იყოს ყველაზე აქტიური დამცველი? დედა. შეიძლება დედა იყოს მოძალადე. შესაძლოა ეს ფაქტებიც არსებობს. ბიჭებიც არიან. კი, რასაკურველია. სამწუხაროდ მაგასთანაც ნაკლებად. ну იცით ახლა ბავშვზე ძალადობა ყველაზე ადვილია, იმიტომ რომ აი სახელდებაზე იყო საუბარი და ბავშვმა იცის რომ უფროსი მასზე დიდია, ძლიერია და ბოლოს უჯერებს მას ყველაფერში ცივად უნდა ჩაიცვას ჭამის დროა და ასე შემდეგ და როდესაც მას ეალერსებიან ან ცოტა სხვანაირად ეპყრობიან, მან არ იცის ეს რა არის. მას გონია ეს სიყვარულის გამოვლენა ჩვეულებრივი. ჩვენც ყავდა ჩვენს ცენტრში რამოდენიმე შემთხვევები, როდესაც ისინი ვერ ასახელებდნენ, რომ მათზე ხორციელდებოდა ეს. უბრალოდ დედამ ამის შესახებ იცოდა და უბრალოდ როდესაც ესეთი მოძალადე არსებობს ოჯახში, ამ შემთხვევაში მთელი სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეს იმიტომ არის ტაბუირებული და არ გამოდის, რომ ამაზე არ ყვირიან სხვა ოჯახის წევრები. ბავშვი მით უმეტეს არ იყვირებს, იმიტომ რომ მან არ იცის მასზე რა ხორციელდება. ის სულ პატარა ბავშვის ფსიქოლოგიაც ისეთია, რომ როდესაც მშობლები ჩხუბობენ, მას გონია, რომ მან დააშავა რაღაც. ის ვერ ერკვევა იმაში, რომ ეს მისი ბრალეულობა არ არის, მით უმეტეს ბავშვის დაშინება უფრო ადვილია უფროსის მიერ. ანუ გარდა ამისა კიდევ ის კომპლექსები, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მოძალადეს, ამ შემთხვევაში მამაკაცებს საუბრობ, რომ დიდ ქალთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობა ბევრად უფრო რთული მოეჩვენოს, ვიდრე პატარასთან. ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც განაპირობებს აი ასეთ დიდ რიცხვს იმისას, რომ პატარა ბავშვებზე ხორციელდება აი ეს, ანუ სიჩუმე, გაუგებრობა თუ რა ხდება და ასევე საკუთარი კომპლექსები, რომელსაც ასე ვთქვათ, შენ სტოლთან ვერ იკმაყოფილებ და შენზე უფრო სუსტთან შესაძლებელია ამის გაკეთება. შეიძლება კომენტარი? თქვენ კითხვა დასვით, ვინ უნდა იყოს მისი დამცველი? ძალადობა ყველგან შეიძლება მოხდეს. ერთი ვერ იქნება ვერასდროს. ყველა შემთხვევის მომცველი. თუ ძალადობა ოჯახში ხდება, იქ დედა და მშობელი უმეტეს შემთხვევაში ჩემის გამოცდილებით მალავს ამას. ამიტომ ბევრი დამცველი უნდა იყოს. ბატონო? შიშია მიზეზი დამალვის. გაუგებრობა და შიშიც რომ აშინებენ როგორც შობლის მე არ ვიცი, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ახლა მე მქონია შემთხვევა მაგალითად, რომ შობელს გაეხსნა ბავშვი, რომ დედის პარტნიორი მასზე ძალადობდა და დედამ არ ვიცი, რამის მოკლაცემით ეს ბავშვი იმ მიზეზით, რომ შენ გინდა მე დამინგრიო ოჯახი თუ შენ ამას იგონებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთი შემთხვევებიც ქონია. ამ დროს ვერ იქნება ოჯახის წევრი დამცველი.
ამ დროს რაღაცა გარეთ თუ გადის ეს ბავშვი, სკოლა უნდა იყოს დამცველი, სოციალური სამსახური, მეზობელი უნდა იყოს დამცველი. ვიღაცა ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გამოდგეს დამცველად ასეთ შემთხვევაში. ერთზე ვერ გავაკეთებთ განათლებას. ეს სისტემა, როგორც ხალხურმა რუსუდანმა აღნიშნა, სისტემა უნდა არსებობდეს, რომ სადაც კი შეიძლება ეს მოხდეს, იქ დაიჭირო. არა, მე აღნიშნე, რომ რასაკვირველია სისტემა, მაგრამ ეს სექსუალური ძალადობა ხდება როგორც წესი ღამე და ძალიან ვიწრო წრეში. სადაც მოწმე, ასე ვთქვათ, სამართლებრივი თვალსაზრისით არის, იგივე დედა, ან ბიძა, ან ძმა, ან ასე შემდეგ და უბრალოდ თუ ასე გვინდა საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოვიტანოთ ეს თემა და ვინ უნდა დაიცვას, ну, იმიტომ ვთქვი, რომ ოჯახის წევრს პირველ რიგში უნდა გაუჩნდეს პროტესტი აუცილებლად, მაგრამ თვითონ ეს ოჯახის წევრიც დაძაბუნებულია ამ ძალადობის ქვეშ არის, ეს შიში და ის რომ მას საზოგადოება მხარს არ დაუჯერს, იმიტომ რომ როგორც წესი მოძალადეებს აქვს თავისი ფსიქოლოგია. ისინი манипуლირების დიდოსტატები არიან. ერთი არის სახლში, როგორ შეიძლება მოიქცნენ და მეორე არის გარეთ, საზოგადოებაში, სამსახურში და ასე შემდეგ. და მრავალჯერადი მცდელობებია მსხვერპლის, ასე ვთქვათ, რომ აი რაღაც მასზე ხდება, მაგრამ არ უჯერებენ, იმიტომ რომ ის ადამიანი ფსიქოპათური ტიპის პიროვნებები არიან და გარეთ აბსოლუტურად სხვა ქცევებს მიმართავენ, ვიდრე ოჯახში შიგნით, სადაც დუნილის ქვეშ იციან, რომ ისინი არიან მეფეები თავიანთ ციხესიმაგრეში. ეთერში რეკლამის დროა და რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, დაგვეუდით. ჩვენთან პირველი სესხი 700 ლარამდე კვლავ უფასოა. გაზრდილი ლიმიტი გრძელვადიან სესხზე 10,000 ლარამდე, ახლა უკვე 24 თვემდე ვადით. განმეორებით სესხზე და გადავადებაზე კი ფიქსირებული საკომისიო 5.85%-მდე. და ეს ყველაფერი ყოველგვარი ზედმეტი საკომისიოების გარეშე. კრედიტონჯი, ჩვენ ხვდით ფულს ხელმისაწვდომს. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში ფუნქციონირება დაიწყო ონკოდიაგნოსტიკურმა და ქიმიოთერაპიულმა განყოფილებამ, სწრაფი და დროული კვლევები, მკურნალობის სწორი ტაქტიკა, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია და ტარგენტული თერაპია. მაქსიმალური ეფექტი გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე შემცირების ხარჯზე, დეტოქსიკაციის მეთოდის გამოყენებით. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკა 150 წლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. იბერია, ქართული ხორცპროდუქტები, თანამედროვე სტანდარტები, ინოვაციური ტექნოლოგიები, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური პერსონალი, ეფექტური მართვის სისტემები, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, სულსათის უნებლობის მოთხოვნების გათვალისწინება. იბერია, ქართული ხორცპროდუქტები. გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, ინვიტრო განაყოფიერება, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა, პროფესიონალიზმი, პატიოსნება საკუთარი და პაციენტის პიროვნების პატივისცემა. 2-58-87. ემოცია, რომელიც პირველივე წუთიდან გეუკლება. ადგილის, რომელიც განსაკუთრებით ხიბლავს. ბათუმში, ქალაქის პრესტიჟულ უბანში, გმირთა ხეივანში, მოცეკვავე შადრევნებთან, გამორჩეული არქიტექტურით, მრავალფუნქციური კომპლექსი, ახალი ტალღა შენდება. აპარტამენტები რეკრეაციულ ზოლში, პარკინგით, სათამაშო მოედნებით და აუზით. აქვეა სასტუმრო, კაზინო, ჰიპერმარკეტი, გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრები. შეარჩიე შენი აპარტამენტი $600 და იცხოვრე ახლებურად. ორ სამშაბათს თქვენი დრო, თქვენი ჯანმრთელობისთვის. მიიღეთ ექიმის რჩევები, გაეცანით სამედიცინო სიახლეებს, დასვით კითხვები და მოისმინეთ პასუხები. მიზნით შემსახელობაზე. ორ სამშაბათს კლინიკა გადაცემაში თქვენი დრო. გადაცემას თქვენი კლინიკა წარმოგიდგენთ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილური კლინიკა, 150 წლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. დიღომი, ლუბლიანას 21, ტელეფონი 2951100. გადაცემა თქვენი დრო წარმოგიდგენთ რუბრიკას ქალი და ჯანმრთელობა, აქტუალური თემების საინტერესო სტუმრებთან ერთად. რუბრიკას ქალი და ჯანმრთელობა წარმოგიდგენთ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა, პროფესიონალიზმი, პატიოსნება, საკუთარი და პაციენტის პიროვნების პატივისცემა.
სამუშაო. ჩვენ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში დისკუსიები არ გაჩერებულა დროს საშინელი თემაა. საინტერესო მოსაზრებები. უნდა დაუბრუნდეთ იმ მოსაზრებებს, რაზეც ჩვენ აი ამ პერიოდში რეკლამის დროს საუბრობთ. ეკა აღინიშნა სტუდიაში, რომ ბავშვი ხშირად ვერ აცნობიერებს თავადაც, რომ არის ის ძალადობის მსხვერპლი. ხშირად ის არის სწორედ ოჯახის წევრის მსხვერპლი. როგორ უნდა მოხდეს? იგივე თქვენ ახსენეთ, რომ სკოლამ უნდა აღმოაჩინოს რა რეკომენდაციები გაქვთ ამ მხრივ თუნდაც სკოლის მიმართ? სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ეს არის ის სივრცე, სადაც არ უნდა გამოეპაროთ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტები. შესაძლოა საზოგადოების მეზობელს არ ვიცი, ახლობელს ეს გამოეპაროს, თუმცა სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ამის შესახებ არიან პროფესიონალი კადრები და ამაზე მუშაობენ და мотиваცია აქვთ ამის, რომ ეს ფაქტები გამოკვეთონ, იდენტიფიცირება მოახდინონ და ასე ვთქვათ, შესაბამისი რეაგირება. თუმცა ჩვენ კიდევაც ვსაუბრობთ თვალით ხილულ ძალადობის ფაქტებს, როდესაც ვალავთ და ბავშვს, რომელსაც აქვს ჩალურჯებები ან გარკვეული დაზიანებები და იმაზე არ ხდება იმის წარმომავლობის დადგენა თუ გამორკვევა, ცოტა ესეთი ის არის ჩვენთვის რაღაც დილემა ვისაუბროთ ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური ან სექსუალური ძალადობის გამოვლენაზე. თუმცა ეს ესე უნდა ხდებოდეს. და ამ პროცესში ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმ კუთხით, რომ მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ჩვენი ფორმალური საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი დღეს არ არის არც სქესობრივი ჯანმრთელობა და უფლებები, არც რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არასრულწლოვანი თავად იღებს გადაწყვეტილებას, ასე ვთქვათ, ადრეული ქორწინების საკითხზე, მიუთითებს იმაზე, რომ მას არ აქვს ინფორმაცია. მისთვის ინფორმაცია არავის არ მიუწოდებია და რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს განათლების ნაწილი და სკოლაში უნდა ხდებოდეს ამის შესწავლა. ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ ვის მიმართოს, ვინ დაეხმარება და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვები, რომლებიც სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მზრუნველობის მიღმარჩებიან, მაგალითად ბავშვები, რომლებიცაც ვთქვათ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები, რომელთათვისაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გართულებულია ენობრივი ბარიერების გამო. ბავშვები, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ და მათ არ აქვს კომუნიკაციის საშუალებები და ეს საკითხი სახალხო დამცველის ანგარიშში არაერთხელ მოხდა. იდა არის ერთ-ერთი ბერკეტი ცნობიერების ამაღლება, თქვენ როგორ ფიქრობთ? კი, პრინციპში ეკაც ამაზე საუბრობდა ის, რომ და რომაც კარგად აღნიშნა ის, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ბავშვები პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა გარემოში და რეალობაში აღმოჩნდება, ხომ? ოჯახი სამწუხაროდ არ არის ყოველთვის ის ადგილი, სადაც დაგიცავენ და პირიქით ყველაზე დიდი დანაშაულები ხდება ოჯახებში ჩვენს გარშემო და ყველაზე მეტად იმალება დანაშაული იქ. ამიტომ მგონია, რომ მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ოჯახს გარეთ, სკოლის გარეთ, როგორ იპოვოს დახმარება თუ კი ხედავს, რომ აშკარა საფრთხეები მის ახლოს სწორ სკოლაშია ან ოჯახშია, ხო? მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ერთია რომ ინფორმაციის გავრცელება და სწავლება ეს არსად არ ხდება, სად შეიძლება დაეხმარონ ამ ბავშვს, მაგრამ მეორე ის რომ ჩვენ არ გვაქვს ეფექტური მექანიზმები, ინსტიტუციური მექანიზმები ქვეყანაში, რომ ამ ბავშვს თუნდაც მიაწოდო ინფორმაცია და არსებობს მაგალითად ეგეთი 15.05 ცხელი ხაზი, მაგრამ ძალიან მიჭირს ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ შეიძლება დარეკონ და ვერ დაეხმარონ. აი ეს არის პრობლემა დღეს. შეიძლება დარეკონ და რეაგირება ცოტა მოგვიანებით მოახდინონ, როცა მოგვიანებით ან არ მოახდინონ საერთოდ. ამაზე თუ არ ვისაუბრეთ, კი სულ ვავრცელებ. იცით რა არის პრობლემა? ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის პრობლემა, ეს არ უნდა მოითმინოთ ქალთა ძალადობის შემთხვევაში სასიახლოვე, მაგრამ ვერ ვეუბნებით ზუსტად სად წავიდნენ დახმარებისთვის. ვეუბნებით, რომ შეგიძლია მიმართო პატრულს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ პატრულთან ურთიერთობა კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას ზოგ შემთხვევებში. აი ამ დილემის წინაშე ვართ. ერთია, რომ ვცდილობთ არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები და სხვა უწყებები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ და ძირითადი აქცენტი ჩვენ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევცვლით ინსტიტუციებს, ვერ შევქმნით და ვერაფერს ვერ ვიზავთ, იმიტომ რომ ჩვენი რესურსი ეს არ არის, მაგრამ მეორე არის ის, რომ ის ინსტიტუციები, რომლებმაც ამ ქალების დახმარებაზე და ბავშვების დახმარებაზე და მსხვერპლების დახმარებაზე უნდა იზრუნონ, სამწუხაროდ ვერ აღმოჩნდებიან ხოლმე მზად. რაც ხდება დღეს პრინციპში, იგივე სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ პრინციპში ძალიან ებმის ამ ყველაფერს, ძალადობას და ოჯახში ძალადობას და ბავშვებზე ძალადობასაც,
ის გახშირებული ფაქტები, რაც არის რაღაც მკვლელობების სახით, ქალებზე ძალადობის სახით ოჯახებში, ესეთ გამომდინარეობს იქიდან, რომ ქალებმა კი დაიწყეს ბრძოლა, გააცნობიერეს, რომ ეს არ უნდა მოითმინონ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერავინ მას ვერ დაეხმარა, აღმოჩნდა მოძალადის წინაშე მარტო და ის გახდა უკიდურესი ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეთ. ხანახან ცოტა დაბნეული ვარ ხოლმე მე, რომ ერთია, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, კი ცნობიერების ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ამ ყველაფერში. ბავშვების და ქალების გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ამ ყველაფერში, მაგრამ თუ კი არ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში მზად შესაბამისი ორგანოები ამ ადამიანების დასახმარებლად გავაცნობერ და მე რა ანუ დაველოდო შვიდად როგორ მე მომკლავს ანუ გადავაზუსტო ჩემთვის რომ დავერხო ბოლომდე ანუ დღეს არსებობს თუ არა ისეთი ინსტიტუცია რომელსაც ბავშვმა შეიძლება მიმართოს რაღაც პრობლემის შემთხვევაში ანუ მიხვდა რომ მასზე ძალადობენ ვის უნდა მიმართოს ამ ბავშვმა 15.05 სოციალურ სამსახური თქვენ დაეთანხმოთ იდეას როდესაც მან აღნიშნა რომ ხშირად ყოფილი შემთხვევა როდესაც დაურეკავთ თუმცა რეაგირება არ მომხდარა თუ იცით კონკრეტული ფაქტის შესახებ მე მქონია შემთხვევა რამოდენი ხა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ეხებოდა საქმე როდესაც ვრეკავ აი ამ ცხელ ხაზზე ყოფილა ესეთი და იმის მაგივრად რომ რეაქცია იყოს ეხლავე მოვდივართ იწყება იმის ახსნა რომ ეს მუდმივად ეს ხდება და ანუ იმ უწყებაშიც ანუ 15.05-ზე საუბრობ 15.05-მა გადამრთო თქვათ რაღაცა სოციალურ სამსახურში რაღაცა მობილურ ჯგუფთან რომელიც უნდა გაჩნდეს ადგილზე და რომელმაც სასწრაფოდ უნდა გააკეთოს რეაგირება რომელსაც ერთი მანქანა ყავს და ის მანქანაც სადღაც გასულია და მე მიწევს ახსნას ხო და ვილის 9-დან 6-მდე მუშაობენ და ასე შემდეგ მაშინ როდესაც ესეთი შემთხვევები უფრო გვიან და ხდება ანუ გამრიგო არ არის სოციალური მუშაკების ინსტიტუტი არ მუშაობს ანდრო სუდად მუშაობს ძალიან სუდად იმიტომ რესურსი არ აქვს რა შეუძლია რომ გააკეთოს იდეალურ შემთხვევაში სოციალურ მუშაკს შეუძლია იდეალურ შემთხვევაში ერთი მოვიდეს ადგილზე დაიწყოს შეფასება ჩართოს ამაში პოლიცია შეაფასოს სიტუაცია და დაინახოს რაში არის პრობლემა მშობელია პრობლემა გამოარიდოს ამ მშობელს ან ის მშობელი გაარიდოს ფიზიკური ჩარევა არის საჭირო დაუძახოს პოლიციას და აქვს უკვე მადლობა ღმერთს იმის უფლებამოსილება რომ გადაწყვიტოს პოლიცია მოდი მიხედე შენეხა ამას და ეს ბავშვი უნდა აქვს სერვისები მომსახურებები ნდობით აღზრდა გადაუდებელი დედათა და ბავშვთა თავშესაფარი არ ვიცი რაღაც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები სადაც შეუძლია დროები განათავსოს სანამ აგრძელებს ამაზე მუშაობას მისი პრობლემა რა არის ვერ მუშაობს თავს არიდებს მუშაობას მიზეზი სისტემა არის მაგალითად ესე მოწყობილი ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომელი სოციალური მუშაკი მისი სამუშაოს 80% არის აი ესეთ შემთხვევებზე სიარული რომ მიდის ესეთ შემთხვევაზე თავისი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს ის წასვლის ფული. ანუ რაც უფრო კარგად მუშაობს, უფრო ნაკლები ფული რჩება იმ თავისი ხელფასიდან წარმოიდგინეთ. ხელფასი არის მინიმალური. ხო, ხელფასი მინიმალური. და რესურსი ადამიანურიც ძალიან ცოტა იმისთვის. და საქმეზე რომ მიდგე რომ აპატიე და ისე მისკენ გაიშვერენ თითს, რომ მან ვერ გააკეთა რაღაც. სერვისები შეზღუდული, კი, არსებობს პრეცედენტების დონეზე ზოგ შემთხვევაში უფრო უკეთესადაც, უფრო მეტადაც სად წაიყვანოს, მაგრამ ისიც ძალიან შეზღუდულია, გადავსებულია, ბატონო ჩემო, მე რჩება ამ პრობლემის წინაშე მარტო. ამიტომ გამოსავალი ხა ადამიანები ვართ, ევოლუციის ერთ-ერთი პრინციპი ეგ არის, რომ რაღაცა ვერ გებდით ამ სიტუაციას. ეს პროფესიონალებიც, რომლებიც უნივერსიტეტიდან გამოვიდნენ გულანთებულები, რომ ნახეს რა მდგომარეობაში არიან და ურჩევნიათ რომ რაღაცნაირად თავი აარიდონ ამ საქმის კეთებას, აი ესე იქცევა. ერთ-ერთი მცირე ბიუჯეტი. მცირე ბიუჯეტი, რომელიც არ გაზრდილა უკვე, არ ვიცი, ალბათ ერთი 6 წელია. პოლიტიკური ნების არარსებობა პირველ ყოვლისა. ამ უწყების მესვეურები უბრალოდ არ აღიარებენ იმ პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ვეუბნებით, ვაცხადეთ, არ აღიარებენ ამ პრობლემას.
ეკა, რა არის სახალხო დამცველის ოფისის მთავარი რეკომენდაციები აი ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ? ჩვენი მთავარი რეკომენდაცია პირველ რიგში არის ის, რომ გაძლიერდეს სერვისები, იმისთვის რომ გამოვლინდეს უფრო მეტი ფაქტი და გამოვლენის შემთხვევაში ეს ჩვენ არ დავრჩეთ ამ ზალადობის ფაქტის პირისპირ ცარიერი ხელებით, არამედ გქონდეს ამის უკან სერვისები, სადაც ამ ბავშვებს, ამ ქალებს, ამ ოჯახებს ჩავრთავთ, ეს არის მთავარი რეკომენდაცია. და მეორე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენა და შეცვლა, რაშიც ასევე სახელმწიფოს აქვს ძალიან დიდი როლი. თუმცა აქაც იგივე უბრუნდებით სერვისების მიწოდების თემას, რაზე ვაძლიერებთ ჩვენ საზოგადოების ცნობიერებას და როგორ მუშაობენ ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები ამ მიმართულებით. რამდენად არის სკოლა იმაზე მოტივირებული, რომ არც ერთი ფაქტი ბავშვის მიმართ ზალადობის არ იყოს დამალული და არ იყოს დაფარული და როცა არ არის დამალული, მე რა სერვისში ხდება ეს ბავშვი, რა ხდება და რას ვაკეთებ ჩვენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და როგორ უნდა დაეხმაროს ასეთ ბავშვებს, ვინც არიან ზალადობის მსხვერპლი, სახელმწიფო რას აკეთებს, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო? ეს არის ფსიქოლოგიური დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ამ ბავშვების და ყველა ინდივიდუალური შეფასება უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ხა ძალიან რთულია ეს ზოგადი რეცეპტი ვთქვათ, მაგრამ თავარია რომ ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე უნდა დაიგეგმოს ყველა ღონისძიება და არა იმაზე მორგებულად მე ხარ ისი რესურსი და ისი სერვისი მაქვს. ანუ ჩვენ ხშირად გამოდივართ იმ პოზიციიდან მე რა შემიძლია რომ გავუკეთო ამ ბავშვს და არა იმ პოზიციიდან თუ რა ჭირდება ამ ბავშვს რეალურად. ეს არის მთავარი. რა არის უპირატესი ჩვენთვის და უპირატესი უნდა იყოს ბავშვის საჭიროება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კაპიტანოსთან თქვენ წლების განმავლობაში თავშესაფარი გქონდათ, როგორ მე ვიცი რომ ეს არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, როგორ ხვდებიან ადამიანები პროცედურულად მარტივია თქვენთან მოხვედრა? არა სამთავრობოში მარტივია, სამთავრობოში რთულია, იმიტომ რომ გაშუალებული მექანიზმებია, უნდა დამტკიცდეს რომ ეს მსხვერპლია, საიდენტიფიკაციო ჯგუფი უნდა შეიკრიბოს, უნდა იმსჯელონ და ასე შემდეგ. არა სამთავრობოში უბრალოდ თქმითაც შეიძლება მოხვედრა. აქაც პრობლემები არის, ეხლა ძალიან პესიმისტურად რომ არ ვთქვათ, სამთავრობო ერთის მხრივ ცოტა ხელს გვიშლის, იმიტომ რომ დონორები როცა აფინანსებენ ამ თემას, ამბობენ თუ სამთავრობოს აქვს ესეთი თავშესაფარი, არა სამთავრობოს აღარ არის საჭირო. ამ დროს ისინი არიან ევროპელები, ამერიკელები, მათ აქვთ თავიანთი მენტალობა, სადღაც როცა არსებობს და არა სამთავრობო ხელი შეუწყო ამის არსებობას, რაღაც საჭიროა რომ ეს და იქ ნიუანსების რომ აქ შეიძლება უფრო სწრაფად, უფრო დიდი ხნით, როგორი საჭიროება იმაზეა მორგებული, იმიტომ რომ ჩვენ არა სამთავრობო ვართ და ესეთი ძალიან პროტოკოლურ და ესეთ სისტემებში არ ვიზღუდავთ თავს და თუ გზღუდავენ მაინც არ შევიზღუდებით, გამოვთქვამთ პროტესტს, ანუ ბევრი ბერკეტები გვაქვს და ვიყენებთ, იმიტომ რომ გარდა სისტემური ხარვეზებისა ჩვენ ამ თემის წამომწყებლები ვინც ვართ ხოლმე ესეიულად ვერ დავთმობთ ამ თემებს, ესე რომ ჩვენ მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობა. გაუპატიურებაზე მაიტია ეს სახალხო დამცველის ოფისში რომ მიყვალ ანუ იმე რომელიმე უფლება დამცველთან და ის რო არ რეაგირებს იმ ადამიანს ზუსტად აუპატიურებს ის უფროსი რა კონკრეტული ხალხის რომელსაც ხელს უშლის ადამიანების უფლებების დაცვაში აი კონკრეტული ფაქტის დასახელება შეგიძლია? კონკრეტული ფაქტის დასახელება რა ხდება სახალხო დამცველის ოფისში, რა ხდება მიდი და განადა შემოყურებენ ესე ფიში და გიყურებენ და შენ თუ არ ეჩუბებ თვითონ ისე იცი არის რა ერთხელ წანი და იქ გადაიღეთ რა ხდება რა და კონკრეტული ფაქტის შესახებ რომ გესაუბროთ, მე პირადად ძალიან ხშირად მოკლე კომენტარს გავაკეთებ, რადგან ჩვენს ინსტიტუციაზე საუბრობ და ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში 14:91 და ჩვენ ვიღებთ ყველა ისეთ ტიპის შეტყობინებას, რაც შეიძლება ზალადობის თემას უკავშირდებოდეს და არა მხოლოდ ზალადობის თემას. ჩვენ სპეციალური დეპარტამენტ ცენტრი ყავს, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია ამის შესახებ ინფორმაციის გაცნობა და
და მე ვფიქრობ არ ვიქნები სუბიექტური თუ ვიტყვი რომ სახალხო დამცველი არის ის ორგანიზაცია, ის უწყება, რომელიც ყოველთვის პირველი გამოდის მათ შორის ძალიან კრიტიკული რეკომენდაციებით და მოსაზრებებით, თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ ეს ბატონი დაგვიკავშირდება ოფისში, ან მოვა და სიამოვნებით მოусმენთ მათ შესაძლოა რაღაც თავის მოსაზრებები გააჩნია და რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი. სიმპტომატური რა იყო ეხა ამაში რომ არა ის რომ როდესაც შენ მიმართა ვიღაცას იმედი გაქვს რომ ის დაგიცავს, პოლიცია იყოს, არ ვიცი, ნებისმიერი უწყება, ვაზოგადებ ამ შემთხვევაში და როდესაც ეს დახმარების მაგივრად ხდება რაღაცის უფრო გამწვავე. ყველაზე ხშირად ეს პოლიციასთან ხდება ურთიერთობაში. იმის მაგივრად რომ გაიგოს რა პრობლემა, ისეთი ჩარევა ხდება რომ შენი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება ხოლმე რა. და ამიტომ ხალხი ფრუსტრირებულია და ნდობა სისტემებში ეცემა. შეიძლება ავტომატურად სხვა უწყებებიც გადავიდეს ისე როგორც მე მოყვება ხოლმე ისეთი უწყებები როგორც ეხლა ნამდვილად სახალხო დამცველი ყველაზე ისეთი ორგანიზაცია და ისეთი სტრუქტურაა რომელიც მართლა არასამთავრობოს გავს და არა სამთავრობო სტრუქტურას და რაც შეეხება აი ამ თემას როდესაც შენ მართლა შველა გიდა ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა შენზე იგნორი ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი სახე და ნამდვილად აი ეს გაუპატიურება თან ახლო ოღონდ მენტალურ გაუპატიურებასთან, იმიტომ რომ როდესაც ხარ მსხვერპლი და ითხოვ შველას, აი სწორედ გეშინია მეორადი ვიქტიმიზაციის. არის უამრავი სისტემები, სადაც უნდა მოყვე გაუპატიურების შემთხვევაში, აბა როგორ, აბა რანაირად, პროკურატურას თავისი ენა აქვს, ადვოკატებს თავისი და ეს მსხვერპლს ამდენი არ შეუძლია ამდენ ენაზე საუბარი და ესეთი დაცვა პროტოკოლების ასე ვთქვათ და ამდენად მას გადაწყვეტილებას იღებს, რომ საერთოდ აღარ უნდა და საერთოდ აღარ გაახმიანებს აი ეს დუმილის დარღვევაში, აი ეს მექანიზმების მოუქნელობა რასაკვირველია თავის როლს თამაშობს. ანუ მე მაინტერესებს თუ შეგიძლიათ გააკეთოთ ესეთი შეფასება, რომ აღნიშნეთ ჩვენ მონაცემების სექსუალურ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც უზენაეს სასამართლოს ინფორმაცია, თუ ებმის ეს თუ არის მასში სოციალურ თემატიკასთან, მსგავსი დანაშაულების შესაძლო გახშირებაც. მართალია ჩვენ არ ვიცით ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს ოფიციალური სტატისტიკა თუმცა იმ რიცხვების მიხედვით რომელიც ჩვენ ნახეთ გაზრდილია დანაშაულება. მიჭირს ცალსახად ესეთი დასკვნის გამოტანა. პროანალიტიკა ყველაფერი შეიძლება იყოს მენტალიტეტი, შეიძლება იყოს სოციალური პრობლემებიც, გამძაფრებაც, არ ვიცი, ვერ გავაკეთე ძალიან სპეკულაცია იქნება ჩემის მხრიდან. მე ეს რამეში ვარ დარწმუნებული ახლა თქვენ სასამართლო ახსენეთ ეს საქმეებია სასამართლომდე რომ მივიდა რამდენია ის რომელსაც ყურადღება არ მიაქციეს პროკურატურის დონეზე ან არ ვიცი პოლიციის დონეზე რეაქცია საერთოდ არაფერია მე ვიტყოდი რომ 10 მაგდენი იქნება ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ამიტომ რა იწევს ამხატონოს იდა არა უბრალოდ ვიტყოდი რომ წეგანაზე საუბრობთ ანალიტიკური ამას უნდა აკეთებდეს ამ ინფორმაციის ანალიზს უნდა უკეთებდეს ან ის უწყებები რომლებიც მუშაობენ და რომლებსაც პრინციპში უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ ამ კონკრეტულ საქმეებზე ხომ იძიებენ სწავლობენ და ზუსტად მათ შეიძლება გქონდეთ ამ ტიპის ინფორმაცია იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ამ ოჯახების უკან და ამ დანაშაულების უკან რა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები დგანან ამიტომ ვამბობდი წეგან რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრევენციას როცა გეგმავ ამ ტიპის ინფორმაციის მოძიება რომ რა ხდება რა არის ძირითადი ტენდენცია საზოგადოებაში იმიტომ რომ ჩვენ ვერ მიუდგებით ერთი სტანდარტით რა თქმა უნდა იმიტომ რომ გარკვეულ გავლენებს ახდენს კონტექსტიც და გარემოებაც ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზი იმ ინფორმაციის რაც გაქვთ ერთი რომ ძალიან მწირია ეს მაგრამ ნუ რა შესაძლებლობებიც გაქვთ იმის ანალიზს მე ვაკეთებ მაგრამ არ კეთდება ეს ანალიტიკა ჩვენი საერთო დრო სამწუხაროდ იწურება და მე მინდა 4 თქვენგანს დაგისვათ კითხვა კიდევ ერთხელ მთავარი რეკომენდაცია რამე შეიძლება აღმოფხვას ეს პრობლემა და შეამციროს მსგავსი დანაშაულის სტატისტიკა. რა შეცვლის ამ მე საბოლოოდ მგონია რომ სახელი უნდა დაერქვას იმას რომ ქორწინება ადრეული არ არის ეს არის პედოფილია და ეს არის დანაშაული ამას ცალსახად ეს პოზიცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და ამ პოზიციას ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ. ეკა
დანაშაულის სახელდება და ამ თემაზე უფრო აქტიური საუბარი არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, არამედ ესე მედია საშუალებების მეშვეობით თემთან საზოგადოებაში და ამ თემებზე აქტიური მოთხოვნა ის რომ ის სერვისები რის მიმართაც ჩვენ შენიშვნები და კითხვები გაგვაჩნია უფრო გააქტიურდეს, შეიქმნას და გაძლიერდეს. ქალწულოსთან სანამ ვიქნებით მხოლოდ შედეგებზე მიმართული და არა მიზეზებზე პრობლემა ვერაფრით ვერ დაიძლება. როგორ დაიძლება პრობლემა? მხოლოდ ერთი ქმედებით ვერ დაიძლება. უნდა იყოს რამოდენიმე ქმედება ერთდროულად და ერთმანეთთან კოორდინირებულად. პრინციპში ვიმეორებ იმას, რაც ქალბატონმა ეკატერინემ თქვა. იქ მომსახურება, პროფესიონალია, ზარია, კანონია, ხოლო ესე თუ შეიცვლება ჩვენი ცნობიერება და ეს კულტურული ცვლილება ასე თუ მოხდება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. მე და დავითი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. კარგად.